მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. პირველ რიგში უდიდესი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, თქვენი ლაიქებისთვის. უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი, რომ წერთ, აქტიურობთ. მეხმარება, რა თქმა უნდა, სტიმულს მაძლევს, რომ მეტი ვიდეო ჩაგიწეროთ, უფრო საინტერესო და ახალ და კარგ თემებზე და პლუს რო ხედავ, რომ ამდენი ადამიანი მეყურებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველა თვითოულს. უღრმესი მადლობა. რა თქმა უნდა, თემა იქნება აქტუალურად. გრძნობა, სიყვარული, ურთიერთობა პირადი. მაგრამ შესავალიც იქნება. ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოგვიწია ყოფნა, ჩემო კარგებო, და ეს ეხება არა მარტო მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას, არა მარტო იმას, რასაც ვადევნებ თვალყურს, არამედ საერთოდ მთლიანად დედამიწაზე არსებულ სიტუაციას, ანუ რა მაქვს მხედველობაში. ნახეთ, მხედველობაში მაქვს ის, რომ დედამიწის პოლუსები იცვლება. ანუ ეხლა ხო ატყობთ როგორი ცივი, ისეთი თოვლიანი ზამთარი დაგვიდგა, ხო? მაგრამ ეს ეხლა ადრეც იყო ზამთარი, ადრეც იყო თოვლი, სიტყვაზე ვიძახი, ხო? ყველაფერი იყო, მაგრამ საქმე რაშია, ანუ აშკარად რაღაცა იცვლება, გესმით? უკვე მთელი მსოფლიო მეცნიერებს გულისხმობ, კლიმატოლოგებს, მეტეოპროგნოზის წარმომადგენლებს და ყველა სფეროს. იგივე ეზოთერია ავიღოთ, ასტროლოგია ავიღოთ, ნუმეროლოგია ავიღოთ, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, მეცნიერები, სხვადასხვა დარგის შეშფოთებულნი. ამას შეიძლება არ ამბობენ, ნასაც კი. როდის არავინ არ იცის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მაინც პოზიტივის გაჟღერება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიყვარულის ენერგიებში ყოფნა, გარშემო მყოფებთან შერიგება, შემრიგებლობა. გესმით? ანუ სიძულვილის ენა სამყაროს არ ესმის და როცა ადამიანები ესე დაჭმამდე მიდიან, უხეშად რო ვთქვა, ხო? სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ყველაფერზე იმეტებენ. აქ რა თქმა უნდა მატერიალური ინტერესებია პირველ რიგში აღმატებული. მაგრამ რო აი გადაულიან, ხო, ერთმანეთს და არ დაინდობენ და რა ვიცი, ათასავები ახლობლები, მეგობრები, ზოგადად. და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ მატერიალური კეთილდღეობა გქონდეთ, ხო? ან თუ აკლდებათ რაღაცა, დაფინანსებათ ასე შემდეგ, ამაზე ხო გავერანებულები არიან და ეს ზუსტად იმიტომ ხდება, ჩემო კარგებო, აი დაუკვირდით, ხო, ეხლა ძალიან მაღალ ფარდოვნად რო არ ვისაუბრო და მარტივად. თუ დედამიწა და ვიცით რომ ესეა, გადადის სულიერ მაღალ ვიბრაციულ სიხშირეზე, იცვლება პოლუსები, იცვლება ყველაფერი, კონტინენტები, კუნძულები, ადგილმდებარეობა, ანუ უნდა შეიცვალოს რა, ამისთვის მიდის მზადება. ეხლა ბოლოს სიუჟეტს უყურე NASA და ნანი, ანუ დედამიწის მოკლედ რა მნიშვნელობა გადაღებული ოკეანე, როგორ ესე კი შიგნიდან იწყება ესეთი ტალღოვანი რხევა. და ამოდის, რა თქმა უნდა, ფსკერზე, გარედან იყო, ზემოდან იყო გადაღებული, მაგრამ რამხელა რაღაცა უნდა, ანუ დიდი ტალღისთვის ემზადება, ხო, ეს ოკეანეებს ეხება ახლა ამ წუთას, ოკეანები მაქვს მხედველობაში. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ის ოკეანეც ხო დედამიწის ფსკერზე, ანუ რატო ხდება? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სულიერ ამაღლებულ ვიბრაციებზე გადადის დედამიწა. პირველი წმენდვა ხდება, დააგროვდა ძალიან უარყოფითი ენერგია მთელ სამყაროში.
და ამისთვის თვითონ დედამიწა, რომელიც არის ცოცხალი პლანეტა და არსებული ყველა სულიერ და მშვენიერი არსება დედამიწაზე არის ცოცხალი. მცენარეებით დაწყებული და ეხლა აღარ მინდა ექსპერიმენტები წყალზე, ფოთლებზე და მცენარეებზე და ყველაფერზე თითქმის ჩატარებულია. ხო. და თავისი ბუნებრივი მდგომარეობის მიღებისთვის ემზადება. ანუ რას ნიშნავს? აუცილებლად უნდა დაბალანსდეს ენერგიები. ვეღარ იტევს, ვეღარ ერევა ჩვენი პლანეტა ამდენ უარყოფით. რაც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ჩვენზეა პასუხისმგებლობა, ჩვენ ადამიანებისგან ამდენ სიძულვილს, სიბოროტეს, შრუღლს, გაუტანლობას, ერთმანეთისადმი ზიზღს, სიძულვილის ენით საუბარს, არ ვიცი, ცილის წამებაზე, ტყუილებზე, იმაზე აღარა მაქვს ახლა საუბარი, ხო, ხალხზე და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ამაში, ანუ მთლიანობაში მოისაზრება რა? მატერიალური კეთილდღეობა. გესმით? ანუ შენ რომ შენი მარტო შენზე რო ფიქრობ, შენ თავზე, ხო? და მარტო იმისთვის, რომ მე ვიყო კარგად და შენს ირგვლივ ყველა ბოდიში და ცუდ სიტყვას ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა. და ყველაფერზე წამსვლელი ხარ და ესეთები არიან უკვე ბევრნი, იყო მცირე რიცხოვანი, ხო? და უცებ მოიმატა ასეთმა კატეგორიის, ასეთი მენტალიტეტის, ასეთი ცნობიერების გაბოროტებულმა, გავერანებულმა, მაშინ რომ ის სული არ არის. ის ღვთიური სული არ არის, გესმით? მან თვითონ აირჩიეს ერთ მდგომარეობაში ყოფნა. იმიტომ რომ ყველა იბადება ანგელოზის სულით, გესმით? აქ, დედამიწაზე. და სანამ ჩვენ მოვიდოდით აქ, ჩვენ თვითონ გვინდოდა აქ ჩამოსვლა. ყველა ჩვენთაგანს, რომ გაგვიარა ეს ცხოვრება. ანუ ნურავის დავაბრალებთ, რომ რატო დავიბადე, რატო ესეთი საუბარი არ შეიძლება კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ ყველას აქ გარკვეული მისია. აი ეს უნდა გაითვალისწინოთ და იცოდეთ, გააცნობიეროთ და ეხლა არის ზუსტად ის პერიოდი, როცა შენ გეძლევა საშუალება, თუნდაც შენი წარსული ცხოვრება გაიხსენო. თუნდაც მიხვდე შენ დანიშნულებას, მისიას, შენ შინაგან მეს, ანუ ხო, რისთვის მოხვედი, რისთვის მოგავლინე. რა არის შენი პირადად, შენი ინდივიდუალური, შენი პერსონალური მისია ამ სფეროში მოსვლისა. და გავაგრძელებ იმით, რომ აი ამაზე ვიფიქროთ. რატომ ხდება ეს ყველაფერი და რისთვის ემზადება დედამიწა? დიდი გადასვლისთვის, დიდი ნახტომისთვის, გაწმენდისთვის იცვლება ყველაფერი და დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ გამოვასწოროთ ყველა ჩვენთაგანს. ვითხოვოთ მშვიდობა, გადარჩენა და ამ პლანეტაზე, ამ დედამიწაზე კიდე წლების გახანგრძლივება. ისინი შეისმენენ, ისინი დაგვეხმარებიან. და ეხლა მინდა ჯერ ენერგიები ვნახო, რა თქმა უნდა. არ დავარღვევ ტრადიციას. და ენერგიებია დღეს დედამიწას. რისკენ გვამზადებს ჩვენი დედამიწა? რისკენ? ბალანსისკენ, ბატონო, ყველაფერი მაგეთრე ის. უნდა გავითვალისწინოთ. ვინც წარსულში იყურება. წარსული დარდები, ჯერ ამას ვიტყვი. რეზიუმეს გავაკეთებ მთლიანად არსებული ინფორმაციიდან. მაგრამ გეტყვით ესეთ რამეს, რომ ბევრს დაგენგრათ ურთიერთობა, ბევრს რაღაც აგერიათ, ბევრი გაცივდით, ბევრს ალბათ იმედი გაგიცრუვდათ, ხო? მაგრამ იცოდეთ, რომ გაიხსენებთ ცუდს.
და ყველანაირად ეცადეთ მაინც შეინარჩუნოთ სიმშვიდე. აქტიურად მიდის და ემზადება დედამიწა გადასვლისკენ. ძალიან, ნახეთ, ჩაკეტილი სიტუაცია იქნება, რას ნიშნავს? ბევრი რაღაც სიტუაციები, ბევრი ქალაქები, ბევრი ქვეყნები, რაღაც ასეთი ვითარება შეიქმნება სტიქიის მომძლავრების გამო და თითქოს რაღაც პერიოდში ადამიანი ჩაიკეტება, ესეთი შეგრძნება იქნება მთლიანობაში და რატომ? რომ დაბალანსდეს ყველაფერი, გაიწმინდოს. ეს მოდის ზემოდან, გარდაუვალია. რომ ყველაფერი ისევ აღორძინდეს, დასტაბილურდეს და ყველაფერმა ისევ, ნახეთ, გააგრძელოს დედამიწამ არსებობა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა. მაგრამ ბევრ ადამიანს კიდევ ერთხელ ვიცი, გაუჭირდება ვინც არის დაბალ ვიბრაციაში. როგორ ავიმაღლოთ 1000-ჯერ მithქვია და თითქმის ყველა ვიდეოში მაგას ვიძახი. ეხლაც გაგიმეორებთ. სიყვარული, მადლიერება, ლოცვა, ბედრება, სიკეთის კეთება, ქველმოქმედება, მოყვასის სიყვარული თუ არა, კეთილგანწყობა მაინც. კეთილგანწყობა მაინც და უნდა მოიცილოთ ყველანაირი ბოროტი, გამაღიზიანებელი და ესეთი გინდა ფრაზა, გინდა სიტყვა, გინდა აზრი. არ უნდა უმაგივრო. იმ სიბოროტეს ბოროტებით არ უნდა უპასუხო, გესმის? მიანდე სამყაროს, მიანდე ღმერთს. არაფერი არ იკარგება ამ სამყაროში. მე მახარებს ის, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგება, სამართლიანობა იზეიმებს, ყველა სიტუაციიდან გამოაშკარავდება. თუ კი რამე იყო დაფარული, თუ კი რამე იყო ასე ვთქვათ, მიჩქმალული, მორჩა, დამთავრდა ის პერიოდი, ვერავინ ვეღარ დაფარავს და ვერავინ მზაკრულად, მახინაციურად გინდა საინფორმაციო თვალსაზრისით, მასმედიებიდან დავიწყოთ, სიცრუე, ხო? და პროპაგანდა სიცრუის და მოხვევა ადამიანებზე აღარ იმოქმედებს. ჯერ ერთი უკვე ადამიანებმა გავიარეთ და პრაქტიკა გვაქვს ამის. ჯერ ერთი და მერე თვითონ ისეთი სიტუაციაა, რომ ამას აღარ დაუშვებენ. ვერ მოვტყუდებით, გესმით? ასე რომ 21 საუკუნეა და ვისაც როგორ უნდა და თავის თავზე ატრიალოს ინფორმაცია, ესე არ არის. ყოველთვის უნდა გადაამოწმო. და ეს რაც შეეხებოდა ინფორმაციას და იმას, რომ სამართალი იზეიმებს, ხო? აუცილებლად ეს უნდა მოხდეს და ეს უკვე მიდის და მიმდინარეობს და გაგრძელდება, ჯერ კიდე სად ვართ, მაგრამ ეხლა ვეკითხებით თვითონ თქვენ, აი ვინც მიყურებთ, თქვენ სიტუაციაში რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. მერე მარტის ტენდენციებზეც გავაკეთებ გაშლას მარტის თვეზე, მაგრამ ეხლა ვინც ვიდეოს უყურებს, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რა იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი. მე გეტყვით ესეთი რაღაცა. ამოვიდა, აქტიურობთ უმრავლესობა მაჩვენებენ, რომ იღწვით სტაბილურობისთვის და ჩანს თქვენი აქტიურობა, ისიც რომ სტაბილურად ხართ, სამსახური ბიზნესი არ ვიცი. გზაზე ვინც ხართ, შორგზაზე ვინც ხართ, ისინიც, ყველაფერი მიდის სტაბილურად თქვენ ცხოვრებაში, არ ვიცი, კარიერა და ესეთი რაღაც ამომივიდა, ფინანსები, ხო? ამ შემთხვევაში. მაგრამ მოვა დრო და ზუსტად არ ვიცი როდის, ალბათ მალე უახლოეს პერიოდში, რომ უნდა გადაწყვიტოთ ან წამოხვიდეთ, ან გზაზე იქნება საუბარი, არ ვიცი, გზას მაჩვენებენ. ახლა კიდევ ერთხელ ვიძახი, საჯარო გაშლა, ხო? და ბევრზე შეიძლება არ რეზონირდეს, მაგრამ რაღაც პერიოდი მოვა დრო და თქვენი ინტუიცია არის საჭირო აქ, იმიტომ რომ ამოდიხართ პირადად თქვენ ინტუიციურად აი ესეთი ქალი, რომელსაც დაგჭირდებათ მიიღოთ გადაწყვეტილება გულით, თქვენ გულს რომ მოусმინოთ. ის კი რას ამბობენ და იქ მე დამიჯერე და არა.
თქვენი გული, თქვენი ემოცია, თქვენი გრძნობა, თქვენი ინტუიცია გზაზეა საუბარი, ან ჩამოსვლაზე, ან გამგზავრებაზე, ან წასვლაზე და მე ამოდის ბრძენი, ანუ ამ შემთხვევაში აქ შეიძლება ვთქვა, რომ ცოტა ხანი რაღაცა გაჩერდება, იმიტომ რომ სიგნიფიკატორმაც მაჩვენა პირველი კარტი ჩაკეტილობა გაჩერება რაღაც პერიოდის სტიქიებისგან. ანუ შეიძლება სოფლიოში არსებული რაღაც გარკვეულ ქვეყნებში მოხდეს ეს ჩაკეტილობის ვარიანტი, ანუ სოციუმს მოწყვეტილობა, ან თქვენ თვითონ არ მოინდომოთ და თქვენ თავში მოძებნოთ რაღაც პასუხები სამყაროსთან შეერთებაც არის. დაფიქრდეთ თუ ძალიან მატერიალურში ხართ გადავარდნილი და მარტო ფულზე აგერ მაჩვენებენ ფიქრობთ, ესე არ არის რა. აი ზუსტად იმიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ დაგანახოს სამყარომ, რომ მარტო ფული და მარტო მატერიალური არ არის დღეს მთავარი, იმიტომ რომ ეს ბოლო პერიოდი და ბოლო წლები ისე ჩაება სოციუმი ამ სიტუაციაში, რომ მარტო ფული და მარტო მატერიალური და იმის იქით ხო, არაფერზე აღარ იყურებოდნენ და დაივიწყეს ღმერთი, დაივიწყეს სულიერება, დაივიწყეს ის უხილავი ინსპირაცია, ის ინსაიდი შინაგანი, ხო? ის ღვთიური, რაც გაერთებს და ყველა ადამიანი მაგისთვის არის მოსული აქ. შეერთებული ხარ. ყველა არის შეერთებული, ყველა არის გადამცემი, ყველა არის რადარი, ყველა არის გამტარი, ყველა არის ღვთისშვილი, ღვთის ნაწილაკი. მაგრამ აქ ირჩევენ, გესმით? თავისუფალნებაში ხო არ ერევიან და აქ ირჩევენ თვითონ ინდივიდუალურად თავის ცხოვრებას, თავის ყოფას. და უმრავლესობამ რომ მატერიალური აირჩია, ჩაეხშოთ ის ღვთიური რადარი, თუ ანტენა, თუ რაც გინდა დაარქვით, ხო? რაც ყველა ადამიანშია, კიდევ ერთხელ ვიძახი, უბრალოდ არის დაძინებული. და ეხლა რახან ენერგიები ადის ზემოთ, დედამიწის ვიბრაციებს გულისხმობ და თვითონ სიხშირეს, რომელიც ადის ზემოთ, ეს პირდაპირ მანიშნებელია, ხო? იმისა, რომ დედამიწაზე უკვე უარყოფითი, ანუ უარყოფითი სულის მატარებელი ადამიანები, ანუ ვერ იქნებიან, გაუჭირდებათ. გესმით, აი ყველანაირად გაუჭირდებათ. ახლა მე შეიძლება ვერ ვხსნი ამას ისე, როგორც პროფესიონალი მეცნიერები ხსნიან. მაგრამ იქნება ეს განცდა, იქნება ეს დარდი, იქნება ეს აპათია, იქნება ეს მარტოობის რაღაც, აი ესეთი შეგრძნებები, შფოთვები, უძილობები, ბუნება განწყობის სვალებადობა და უფრო უარესისკენ, ვიდრე კარგისკენ, გესმით? ანუ იმიტომ, რომ ესეთი სიტუაცია ხდება ატმოსფეროში, კოსმოსში. და პირადზეც გეტყვით 1-2 სიტყვას. ისე არ წავალ, რა თქმა უნდა, პირადზე რას ეტყოდით? საჯარო გაშლა, ყველა ვინც მიყურებს ეხლა ჩემთან არის ამ ვიდეოში, აბა პირადზე თუ შეიძლება. პირადზე რას ეტყოდით? გამშალო გაქვთ ოჯახის შექმნისთვის ილტვით. ნახეთ, ჩემოკარგება. ეხლა ამ თვარის დაბნელება მოდის და ემოციური ფონი კიდევ უფრო მეტად გრძელდება 28-ში, ესეთი დეკადა ხდება პირდაპირ, მთელი პლანეტები ესე დაეწყობიან, ხო და თან თვარის დაბნელებაო და ნახოთ, აბა ძალიან მოუხშირა, ხო ხედავთ თვარის დაბნელება, მზის დაბნელებამ, ეს ყველაფერი ხო სტიქიაზე მოქმედებს, ეს ხო არ არის ისე. ადრე ხო იყვნენ ვარსკვლავთ ასე ვთქვათ, ხილველი ადამიანები, მოგვები, ანუ ვარსკვლავებით იგებდნენ ყველაფერს, გესმით? ვარსკვლავებით იგებდნენ ყველაფერს, გზას იკვლევდნენ. ბოლო-ბოლო ქრისტეს დაბადება გაიგეს და იმ ბეთლემის ვარსკვლავით მიაკლიეს და მივიდნენ. ხო ვიცით, ეს ხო ცნობილია ისტორია, ანუ ეს არის ხო ყველაფერი ფაქტები ამისი. მოკლედ დაუმთავრებელი სიტუაცია, ეს ეხება ოჯახს, თქვენს ოჯახში შეიძლება
თქვენს ახლობლებს, ან თუ არ გაქვთ შექმნილი, შეიძლება ფიქრობთ შექმნაზე. და აი იმპერატრიცად იგრძნობთ თავს, მაგრამ ნახეთ, ემოციების მართვაზე გვესაუბრება ახლა ამ სიტუაციაში, ხო? თუ გინდათ რომ აივსოთ სიყვარულით, ეხლა კაი პერიოდია, რაც შეიძლება მეტად სიკეთე, სიყვარული, სიხარული, პოზიტივი, იმედი, რწმენა, ეს ყველაფერი უნდა გააჟღეროთ, ეს ყველაფერი თქვენგან უნდა მოდიოდეს, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ, რომ აი ამ თვარის დაბნელების გამო ემოციონალური ფონია, ნახე, ნათელი და ბნელი ერთად დგანან, ეს რას ნიშნავს, რომ არც ნათელი ვარ, არც ბნელი ვარ, ანუ არჩევანის სიტუაცია, მაგრამ აქ არის კიდევ და კიდევ გული, ანუ წყალი, ემოცია, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს თქვენ გულს მიენდეთ, გულით გადაწყვიტეთ, გულით ფიქრი ისწავლეთ, არა გონებით, ანუ უნდა გამორთო გონება, ის ფიქრები, ის აზრები მოიცილო და ჩართო გული და აი გული, აი ამ გულით უნდა წამოვიდეს ის პასუხი, ხო? იმ მომენტში რაც შენ გინდა, იმიტომ რომ მერე გამოდის სტაბილური სიტუაცია, ანუ მხედარიც როგორც ჩანს, ჯერ არ არის ბოლომდე, არ ჩანს, მაგრამ გამოჩნდება, ისაც უნდა. და თქვენი ცხოვრების გზა, თქვენმა ცხოვრებამ როგორ გაიარა, გადახედეთ, ეს კაი პერიოდია ამისთვის, ანუ წარსულის ეს შეცდომები, ეს სიტუაციები, რომ გავითვალისწინოთ, ხო? ანუ ეს ყველაფერი უნდა ჩვენ დავალაგოთ, ანუ ანალიტიკურად ვიმსჯელოთ ჩვენ ცხოვრებაზე, აი ეს გავიარე, აი ესეთი გამოცდა მქონდა, აი იმ ადამიანთან ეს განსაცდელი მქონდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადამატანინა ხო რაღაც. რა თქმა უნდა, ნაკლებში მე ვიყავი, მე დავზარალდი, მაგრამ სამყარომ ხომ იცის, ეხლა კომპენსაციის სახით, აი ველოდები ნამდვილ სიყვარულს სიტყვაზე, ხო? ეხლა მე უბრალოდ ფორმირებას ვაკეთებ. აი ესე უნდა იფიქროთ, ესე უნდა იაზროვნოთ. რაც შეიძლება მეტი იმედი და რწმენა უნდა გქონდეთ და ჯერჯერობით ეს არის და თუ კიდე გენდომებად. მე საერთოდ ზოგადად მეყვარს საუბარი, იმიტომ რომ ესე მარტო იმაზე ვისაუბრო და ამაზე არ გამოდის. ნახეთ, ყველაფერი დედამიწაზე, აი დედამიწა არის ბურთი. ნახეთ, აი ესეთი ბურთი არის დედამიწა. აი ესეთი ბურთი არის დედამიწა და ჩვენ ყველანი ვართ ერთმანეთზე გადაჯაჭვულები, გადაბმულები. და ეს ყველაფერი, ეს ენერგოსაინფორმაციო ველი, ხო? არის ჩართული. ჩართულია და ეს ინფორმაცია, რომელიც კოლექტიურია, ხო? მთლიანია, ზოგადია, გასაგებია, მაგრამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. აი ამ სიტუაციას, რაც ხდება დედამიწაზე, გინდა კატაკლიზმები ავიღოთ, გინდა პოლიტიკა, სიტყვაზე ვიძახი, ყველაფერი, ხო? ეს ცვალებადობა, ეს პოლუსების შეცვლა, ეს კლიმატი, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი მოქმედებს, გესმით, გვინდა თუ არ გვინდა, მოქმედებს. და ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიცხოვროთ და როგორ დავაპროგრამოთ ჩვენი მომავალი უკეთესობისკენ და ჩვენ რახან ყველა ვართ გაერთიანებული ამ აი ერთ კოლექტიურ საინფორმაციო ველში, პლანეტა დედამიწაზე, ცოცხალ პლანეტა დედამიწაზე, ხო? აი აქ რო ვართ, აი აქ. ამიტომ უნდა ვეცადოთ მეტი სიკეთე, მეტი სიყვარული, მეტი კეთილგანწყობა გაუგზავნოთ ერთმანეთს რა. აი, გესმით, რაც უფრო მეტი იქნება, უფრო მეტად მოვა და დადგება ის ოქროს ხანა. რასაც ჩვენ ველოდებით უკვე ამდენი საუკუნეებია და წავედი და თქვენით ნახვამდის.